ილვა გადავშალოთ ჩვენს ბიბლიის წიგნი. ადგილზე გამოცხადების წიგნი, მესამე თავი, მეოთხე მუხლი. გამოცხადება, მესამე თავი, მეოთხე მუხლი. კითხულობ. თუმცა სარდეში გვყავს რამოდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბირწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან. ძვირფასნო, ამ დღევანდელი ქადაგების სათაურია, ვინაიდან ღირსნი არიან. ეს სამი რამე უნდა გამოვყო. უფალი ხედავს და აფასებს ობიექტურად, ვინ არის ღირსი პირველი. უფალი არჩევს იმ შვილებს, რომლებმაც თავის სამოსელი არ წაუბირწავს, ანუ არჩევს მათ წმენას და სიყვარულს უფლისადმი. და მესამე, ღირსნი ძვირფასნო უფალთან ივლიან თეთრ სამოსელში. იესო ქრისტე ხედავს, ვინ არის ღირსეული. მისი შეფასება ყველაზე ობიექტურია და ჭეშმარიტია ძვირფასნო. ვინც უფალთან სიახლოვეშია, ძვირფასნო, ეს ადამიანები, ღირსეული შვილები, ყოველთვის აკეთებენ თავის თავმდაბლობას. ისინი არასდროს არ ამბობენ, რომ მე ღირსეული ვარ. ავლენ თავის თავმდაბლობას, რადგან სხვები აფასებენ მის ღირსებას. მე როდესაც ვეძებდი კომენტარს ღირსების შესახებ, თუ რას ნიშნავს, შემდგარ დავსტოვსკის სიტყვები, რომელიც ამბობს, ბიბლია შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევხედოთ ჩვენ თავებს ღვთის თვალებით. ანუ ამის შესაძლებლობას გვაქვს, რომ ის ღვთის თვალებით შევხედოთ ჩვენ თავებს. თვალებით. და როდესაც ამას ვიზამთ, დავინახავთ ჩვენი ღირსება, ეს არის საპნის ბუშტი. ჩვენ თავს ჩვენ ვერ შევაფასებთ. ან სხვა გვაფასებს, ან მერტე ხედავ ჩვენ ვართ ვარა ღირსეული უფლის წინაშე. და ჩვენ თავის შეფასებისას ეს დოსტოევსკი ამბობს, ეს არის საპნის ბუშტი. თვითონ ჩვენთან. როდესაც იუდეელი გავიხსენოთ ისტორია, რომელიც ჩაწერილია ლუკას სახეობებში მე-7 თავში, პირველ მე-10 მუხლებში. გავიხსენოთ ასის თავი. გახსოვს ეს ისტორია ყველას კარგად. ასის თავი აგზავნის უხუცესებს და თავის მეგობრებს ქრისტესთან, რომ ეთხოვოს ასისთავისათვის, რომელსაც ყავდა ავად მონა სახლში და რომელიც სიყვარულს ავლენდა მონის მიმართ, რომ მას სურდა განეკორნა. და თავის მეგობრებს აგზავნის, ჯერ იუდეელთა უხუცესები მივიდნენ ქრისტესთან, ისინი უბნებიან ქრისტეს, დარწმუნებდნენ ქრისტეს, რომ უნდა მისულიყო ასისთავთან სახლში და განეკორნა მისი მონა. ის ღირსია, ისინი ეუბნებიან, რომ ეს გაუკეთო. ასისთავს, რომ განიკურნოს მისი მონა. და მე-5 მუხლში წერია, ვინაიდან ამ მე-7 თავის ლუკას სახელით, ვინაიდან უყვარ ჩვენი ხალხი, ისინი აფასებენ ამ ასისთავს და ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა. ანუ ის ტაძარი მან ააშენა. მაგრამ როდესაც ასისთავმა გააგზავნა თავისი მსახურნი იესოსთან, ანუ ახლობა მეგობრები, მათ იესოს მოუტანოს საპირისპირო პასუხი. და იესო უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, ის თავის უკვე თავმდაბლობა ავლენს, ღირსი არა ვარ, ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე. მოუბნება ამ სიტყვას უფალს. ასისთავი არის მაგალითი სულიერი ადამიანისა ძვირფასმა. ის არის ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა მაღალი
შეფასება გარშემომყოფი ადამიანებისაგან. ასეთივე გამორჩება თავის სიყვარული ღვთისერისადმი. ერთ-ერთი მისი გამორჩეული იყო ამით. მას უყვარდა ისინი არა მარტო სიტყვებით, ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით. შევხედავთ, რომ ის უშენებს ღვთისერს სინაგოგას ძვირფასно. მან ააშენა ებრაელების სინაგოგა, უკეთებდა სიკეთეს ამ ხალხს, მერთისერს, ის იყო წყარო განსაკუთრებული სიყვარულისა. მოიცავლენდა ახლობლებშიც და შორეულებშიც. უდიდეს სიყვარულს ავლენდა ის. იესო ქრისტემ აღმოაჩინა. სად იღებს საწყის ასეთი სიყვარული, ასისთავის, რომელსაც ავლენდა ეს ასისთავი, რომელიც იყო ღირსეული. ეს ხმა. მოლეს სწორად აფასებდნენ უხოცესები. ხედავთ, ხებიც აფასებენ ასისთავს, რომ ქრისტემ გაუკეთოს მას რაღაც. მეცხრე მუხლში ვკითხულობ, უთხრა მათ, გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ პოვემ მე ასეთი რწმენა, თვით რწმენის შემოქმედმა, რომელიც ჩვენ რწმენა მომდინარეობს იესო ქრისტესაგან. და თვით რწმენის შემოქმედა უპასუხო ასისთავის რწმენას. უფალი ეძებს ასეთ რწმენას თვითონში. ისრაელში ჩვენ ვნახე მე ასეთი რწმენა, რომელიც ზრუნავს ასისთავის თავის მონაზე, ზრუნავს მისი განკურნებისათვის, ხალხი აქებს, მას უყვარს ეს ხალხი და ერი აუშენა ტაძარი, ავლენს თავის სიყვარულს და იესო კი ამჩნევს მასში უდიდეს რწმენას, რომელიც ისრაელში ჩვენ ვნახე, ეს ამბობს ასეთი რწმენა, წერია მე-9 მუხლში. ეს რწმენა იყო ისეთი, რომ მოქმედებდა ეს რწმენა სიყვარულით და აცდის თავს ღვთი და ღირსეულად ძვირფასno. ეს არის სიკეთე ღვთისაგან ძვირფასno, ასეთი რწმენა. თუმცა ხალხი, რომელიც ასის თავს გარშემო იყვნენ, შეიძლება ვერ ხედავდნენ ასის თავის რწმენას. მის რწმენას ხედავს იესო. ადამიანები ხედავდნენ მის სიყვარულს, რომელიც გამოიხატებოდა ზრუნვით სხვების სასიკეთოდ. და მასზე საუბრობდნენ ეს ხალხიც. ის ღირსია, რომელიც გაუკეთო, იესო მათ არ შეწინააღმდეგებია, მან გააკეთა მისთვის ეს და მე-10 მუხლში წერია. წარმოგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა. ჩვენ დავინახეთ შედეგი, რომელიც ასისთავი თავის უღირსად თვლის, მაგრამ ქრისტე ხედავს უდიდეს რწმენას, რომელიც აქვს შედეგი და მისი მონა და მისი სურვილები განხორციელებული იქნა. გამოცხადების 3-4 მუხლში ჩვენ ვკითხულობ, სარდის ეკლესიაში იყო რამოდენიმე კაცი ძვირფასno, რომლებმაც სულიერად იყვნენ ცოცხლები. იმ მოკდავ ატმოსფეროში ის საშინა მდგომარეობა იყო. დადებითად არ აფასებს ამ ეკლესიას ქრისტე, მაგრამ მათ შორის იყო ადამიანები, რომელიც გამოირჩეოდნენ თავისი თეთრი სამოსით, ასე ახასიათებს მათ. ჩვენ არ ვიცით რა დაუждათ ეს მათი ასეთი მდგომარეობაში ყოფნა ძვირფასno, მაგრამ ქრისტე მიცის ის ამბობს ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან ისინი. ამათენებს არ წაუბილძათ თავის სამოცელები. მათმა გაიმარჯვეს ძვირფასno. შემდეგ მე-5 მუხლში წერია, რომ მათმა გაიმარჯვეს. მას შეძლეს დაეცვა თავიანთი თავები, ნადი უმრავლესობისაგან და მათი გავლენისაგან. მათი გამარჯვება გამოიხატებოდა იმაში, რომ მათმა მიუხედავად იმისა, როგორც სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა მათი ეკლესია, არ წავიდნენ სხვაგან, არ გამოიყვნენ და უთქვათ, რომ ჩვენ შევქმნით ეკლესიას, რომ გქონდეს ჯანმრთელი სულიერი გარემოება. არა ძვირფასno, იმყოფებოდნენ ამ ეკლესიაში, რომელიც იმყოფებოდა სიბნელეში, მაგრამ მათ თავიანთი თავები დაიცვეს ამ ცუდ გარემოში. ჩვენ ხედავთ იესოს სარდის ეკლესიას აფასებს მთლიანად ნეგატიურად, მაგრამ რამოდენიმეს აქებს აფასებს მათ სულიერ მდგომარეობას. ისინი ღირსნი არიან, რომ ჩემთან ერთად იანուն თეთის სამოსით, ამბობს უფალი. მათმა რწმენამ გამოხატა ერთგულება ქრისტესთან.
უფალი ყოველთვის ამჩნევს წმენას და ჩვენი წმენის ძვირფასო შემოქმედი თვითუფალი იესო ქრისტეა. ჩვენ გვწავს ის და მან გააცხადა, ის წმენა გაგვიცხადა მან, რომ მასში ერთ-ერთი ხსნა და გადარჩენა. იესომ თავის ხვეპლით, მისი გმირობით გოლგოთის ჯვარზე, მისი სიკვდილით, მტრეთით აღდგომით მან დაახლოვა ყველა ადამიანი ღმერთთან ურთიერთობისათვის. ის ღმერთთან სიახლოვეში არიან, ისინი წმენის ადამიანები არიან ძვირფასო. წმენა, რომელიც გვაქვს წმენის შემოქმედისაგან, იესო ქრისტესაგან. სახარებულს რწმენა, რომელიც ვლინდება საქმეებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ასაცრათი სიყვარულსაც ავლენდა, არა მარტო ლაპარაკობდა, არამედ მოქმედებდა და ღვთისერს ასევე ეხმარებოდა ტაძრის მშენებლობაში. ღმერთთან სიახლოვეში იმყოფებიან ერთგული რწმენის შვილები, რომელს შეძლეს თავიანთ თავი წმენით უმწიკლოდ დაეცვათ თავიანთი თავები. ფილიპელთა 2:15-ში წერია ეს სიტყვები, რათა იყვნენ უმწიკლონი, ჩვენ მოგვიწოდებს ამ სიტყვებს, უბრალონი თვის უმანკო შვილები. რუდ და უკუღმარ თაობაში. ძვირფასო ნეტარი ადამიანი, რომელიც იმარჯვებს სულიერ დაცემულობაზე, რომელიც იყოს სარდის ეკლესიაში ეს სულიერი დაცემულობა, რომელიც ხელს უშლიდა სიახლოვეში, რომ ყოფილიყვნენ ღმერთის ერდა ხალხი, ღმერთთან სიახლოვეში ეს დაცემულება. ისინი ავლენ სიყვარულს, წმენას, აკეთებენ სიგეთეს და ისინი ღირსეულნი არიან. ღმერთი უყურებს ჩვენ წმენას, ჩვენ სიყვარულს მსახურებას და ღმერთი უწოდებს ასეთ შვილებს, რომ თქვენ ღირსეულნი ხართ. უფალმა ჯვრის მეშვეობით გაგვიხსნა გზა ნათლისაკენ, რომ დაუახლოვდეთ ღმერთს, რომ ვიყოთ მის დამირწმენით და ვიყოთ ერთგული შვილები მისი, მისთვის ღირსეული და სათნონი. და როგორც უფალი ამბობს, ჩვენ მასთან ერთად ვივლით 60-ში. იქნებით მუდამ ჯამს უფალთან ერთად. და უფალმა გაკურთხო. და ყოფილიყავით უფლისათვის ღირსეული შვილი და უფალმა გაკურთხო.